სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულებაში მათი თქმით პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი აღმოაჩინეს. ნანოაშვილი გამოძიებას ითხოვს. ომბუდსმენის რწმუნებულებმა საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული და ბრალდებული იპოვეს, რომლებიც სველი ტანსაცმლით იატაკზე იწვდნენ. ერთ-ერთ ხელფეხი სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა შეკრული. ორივე პატიმარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. დღესვე ომბუდსმენის განცხადება სასჯელ აღსრულების სამინისტროში უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის ავთენტურობის დასადგენად გენერალური ინსპექცია მოკვლევას ჩაატარებს. დღესვე მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ომბუდსმენს შესთავაზა ნებისმიერ დროს ერთად შეხვდნენ იმ ბრალდებულებს, რომლებიც ამ ინციდენტში არიან ნახსენები. ეს იყო ჩვეულებრივი ვიზიტი, მორიგი ვიზიტი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების. მათ დაწესებულებაში შესვლისას შემოესმათ ხმაური და ყვირილი, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ იმ ადგილას, სადაც ისმოდა ეს ხმაური. საშხაპეში ნახეს ორი პატიმარი, რომლებიც ბორკილებით ხელები და ფეხები ჰქონდათ შეკრული. პატიმრებს ჰქონდათ დაზიანებები, ეტყობოდა დაზიანებები, ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა შუბლის არეში. მოსდიოდა სისხლი, მათ ეცვათ ტანსაცმელი, სველი ტანსაცმელი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხის წარმოშვების მექანიზმის დადგენისთვის და სიმძიმის ხარისხის დადგენის მიზნისთვის დროული ექსპერტიზის ჩატარება. თუ დადგინდება, რომ სისტემის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი მოსილების განხორციელების დროს გადამეტების ფაქტს, გამერწმუნოთ რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, კანონის ფარგლებში, მაგრამ მკაცრი.